ნიორი მრავალმხრივი და პოპულარული ინგრედიენტია მსოფლიოს მრავალ სამზარეულოში. იგი 5000 წელზე მეტია, რაც გამოიყენება, სათავეს კი იღებს ცენტრალურ აზიაში, საიდანაც ის საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელდა. ნიორი ისტორიაში ბევრი დადებითი თვისებების გამო ფიგურირებს და ეს არა მხოლოდ კულინარიასა და მედიცინას ეხება. ზოგიერთ კულტურაში ერთი კბილი ნივრის გარეშე ღამით გარეთ არ გადიოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ის მათ ბოროტისულების, ვამპირების ან დაავადებებისგან იცავდა. როგორც პრაქტიკულ, ასევე ხალხურ მედიცინაში ნიორს დიდი ტრადიცია აქვს, როგორც წამალს. იგი გამოიყენება ინფექციების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევების, კანის პრობლემებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა ნივრის ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი და რამდენიმე მათგანს აქ გაგაცნობთ. ნივრის ერთ-ერთი ცნობილი თვისებაა ის, რომ ის ამცირებს არტერიულ წნევას. ამას ის მასში შემავალი ალიცინის დახმარებით ახერხებს, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს, რაც სისხლის გამტარიანობას აუმჯობესებს. შედეგად იკლებს წნევა არტერიებში და ამით კი მაღალი წნევისა და ამ უკანასკნელისგან გამოწვეული დაავადებების რისკი მცირდება. ნივრის დადებითი გავლენა გულზე იმითაც არის გამოწვეული, რომ ის ეგრეთ წოდებულ კარგ და ცუდ ქოლესტერინს აბალანსებს, რაც ასევე ამცირებს გულის დაავადებების რისკს. გარდა ამისა, ის შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს, რაც ნიორს გულისთვის შესანიშნავ პროდუქტად აქცევს, რადგან ჟანგვითი სტრესი და ანთებები, ეს ის ორი რამ არის, რაც ასევე დიდ საფრთხეს უქმნის გულის ჯანმრთელობას. ნივრის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება მისი ანტიბაქტერიული ეფექტია. მასში შემავალ გოგირდის შემცველ ნაერთებს, როგორიცაა ალიცინი, აქვს უნარი ებრძოლოს სხვადასხვა მავნე ბაქტერიებს. ეს თვისება ნიორს ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს ბუნებრივ მოკავშირედ აქცევს. მისი მიღება მავნე ბაქტერიების ზრდას თრგუნავს, რითაც ინფექციების რისკს ამცირებს. ანტიბაქტერიული აქტივობის გარდა, ნიორი ასევე ფლობს ანტივირუსულ თვისებებს. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ნივრის ექსტრაქტებს აქვთ პოტენციალი შეაფერხონ ვირუსების ზრდა და შეანელონ მათი გავრცელება. განსაკუთრებით გაციებისა და გრიპის ვირუსების დროს, ნიორს შეუძლია სიმპტომების სიმძიმისა და ხანგრძლივობის შემცირებით დამხმარე როლი შეასრულოს. მას აქვს უნარი გაზარდოს გარკვეული იმუნური უჯრედების აქტივობა და ეფექტურობა, როგორიცაა მაკროფაგები და ლიმფოციტები. ეს უჯრედები გადამწყვეტია ვირუსებისა და ბაქტერიების გამოვლენასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიორი აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს მის უნარს დაიცვას ორგანიზმი პათოგენებისგან. მისი რეგულარული მოხმარება დაკავშირებულია გარკვეული ტიპის კიბოს, კერძოდ ნაწლავისა და კუჭის კიბოს შემცირებულ რისკთან. ნიორში შემავალ ნაერთებს, როგორიცაა ალიცინი, ფლავონოიდები და სულფიდები, შეუძლიათ დამთრგუნველი გავლენა მოახდინონ სხეულის სხვადასხვა მექანიზმებზე, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს განვითარებას. პირველ რიგში, ნივრის ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ თავისუფალი რადიკალების განეიტრალება, რომლებიც იწვევენ უჯრედების დაზიანებას და ხელს უწყობენ კიბოს განვითარებას. მეორეც, ნიორში ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს შეუძლიათ შეამცირონ ქრონიკული ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიბოს განვითარება. მესამე, კვლევებმა აჩვენა, რომ ნივრის ნაერთებს შეუძლიათ შეაფერხონ კიბოს უჯრედების ზრდა და გამრავლება. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გასაგები, კვლევები ვარაუდობს, რომ ნივრის რეგულარულმა მიღებამ შეიძლება კიბოს რისკი შეამციროს. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ ნიორი არ არის საკმარისი კიბოს თავიდან ასაცილებლად. ჯანსაღი დიეტა და ცხოვრების წესი მთლიანობაში გადამწყვეტია კიბოს რისკის შესამცირებლად. ნიორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელების ხელშეწყობაში. იგი შეიცავს ბუნებრივ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ საკვების დაშლას და ნაწლავებში საკვები ნივთიერებების შეწოვას. მის შემადგენლობაში შემავალ ნაერთებს ასევე შეუძლიათ ნაწლავების მოძრაობის სტიმულირება და შეკრულობის თავიდან აცილება. გარდა ამისა, ნივრის ანთების საწინააღმდეგო თვისებებს შეიძლება კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდეს, რადგან ისინი პოტენციურად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ანთებას ამცირებენ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ნაწლავების ანთებითი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა კრონის დაავადება ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ნიორს სისხლში შაქრის დონის დარეგულირება და ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესება შეუძლია. კვლევებმა აჩვენა, რომ ნივრის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. მასში შემავალი ნაერთები ეხმარება ინსულინის გამომუშავებას და ზრდის უჯრედების ინსულინის მიმართ მგრძნობელობას.
ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ჯანსაღ დიაპაზონში შენარჩუნებას და დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების რისკს ამცირებს. ნიორი ყველაფერთან ერთად მხარს უჭერს ღვიძლის დეტოქსიკაციის ფუნქციას. ის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების მოცილებაში დაგეხმარებათ. ღვიძლი არის მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია დეტოქსიკაციაზე და ტოქსინების დაშლაზე. ნიორში შემავალ ნაერთებს კი ღვიძლის ფუნქციის სტიმულირება და მავნე ნივთიერებების უფრო ეფექტურად აღმოფხვრაში დახმარება შეუძლიათ. ღვიძლის ჯანმრთელობის ხელშეწყობით, ნიორი სტიმულირებს სხეულის საერთო დეტოქსიკაციის გაუმჯობესებას და ღვიძლის დაავადების რისკის შემცირებას. ამასთან მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ შორის დაბალანსებული დიეტა და სითხის ადეკვატური მიღება, გადამწყვეტია ღვიძლის ჯანმრთელობისთვის. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ნიორი ამცირებს ნევროლოგიური დაავადებების რისკს, როგორიცაა ალცჰაიმერი. მისი ანტიოქსიდანტური თვისებები ხელს უწყობს ტვინში ოქსიდაციური სტრესის შემცირებას, რაც შეიძლება ჩართული იყოს ნევროლოგიური დაავადებების განვითარებაში. გარდა ამისა, ნივრის ანთების საწინააღმდეგო თვისებები ტვინში ანთებითი პროცესების შემცირებას უზრუნველყოფს, რამაც ასევე შეიძლება როლი შეასრულოს ნევროლოგიურ დაავადებების პრევენციაში. ამ სფეროში კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საჭიროა მეტი კვლევა, რათა უკეთ გავიგოთ ნივრის კოგნიტურ ჯანმრთელობაზე გავლენის ზუსტი მექანიზმები. ანტიბაქტერიული თვისებების გამო ნიორი შეიძლება გამოყენებულ იქნას კანის პრობლემების სამკურნალოდ. ის დაგეხმარება კანზე მავნე ბაქტერიებთან ბრძოლაში და სასარგებლო აკნეს, მეჭეჭების და სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. ნივრის კანზე გამოყენებამდე მაჯაზე პატარა ტესტი ჩაიტარეთ, რომ მოგვიანებით კანის შესაძლო გაღიზიანება თავიდან აიცილოთ. ეხლა კი რეცეპტების დრო დადგა. გაციების საწინააღმდეგო ნივრის ინჰალაცია. დაგჭირდებათ 5-6 კბილი ნიორი. 1 ლიტრი წყალი. ნიორი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ჩაყარეთ წყლიან ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ მასში 5-10 წუთის განმავლობაში. გადმოიტანეთ სააბაზანოს დიდ ჯამზე. თავი პირსახოცით დაიფარეთ და შეისუნთქეთ ორთქლი 10-15 წუთის განმავლობაში. ნივრის ორთქლის აბაზანა დაგეხმარებათ და ბლოკილი ცხვირის გახსნასა და ხველის მოხსნაში. ეს ინჰალაცია გაციების ძლიერი სიმპტომების შემთხვევაში შვებას მოუგვრით. ნივრის თმის ნიღაბი თმისცვენის საწინააღმდეგო ეფექტით. დაგჭირდებათ 3-4 კბილი ნიორი. 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. 1 სუფრის კოვზი თაფლი. გასუფთავებული ნიორი კარგად დაჭყლიდეთ. ნივრის პასტა ქოქოსის ზეთს და თაფლს შეურიეთ. ნიღაბი ნოტიო თმაზე წაისვით და თმის ძირებში ნაზად შეიზილეთ. დაიტოვეთ ნიღაბი 30-60 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. ნივრის თმის ნიღაბი ხელს უწყობს თმის ზრდას, ამშვიდებს სკალპს და ატენიანებს თმას. ნივრის ნაზავი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებთან გასამკლავებლად, ასევე მიკროფლორას გასაჯანსაღებლად. დაგჭირდებათ 5 კბილი დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი. 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. 2 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი. 1 სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ჩაის კოვზი გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი. ნიორი დაჭრის ან დაჭყლეტის შემდეგ 10 წუთი გააჩერეთ, რომ მასში სასარგებლო ნივთიერებები გააქტიურდეს. დაუმატეთ ლიმონის წვენი, ცხელი წყალი და გახეხილი ჯანჯაფილი. ბოლოს ოდნავ რომ შეგრილდება, თაფლი ჩაამატეთ და კარგად აურიეთ. ყოველდღიურად 1-2 ჩაის კოვზი მიიღეთ. ამ ნარევს ჯანმრთელობის უამრავი სარგებელი აქვს, მათ შორის ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედებაც. თან ღვიძლის გაწმენდაშიც დაგეხმარებათ. ნიორი კბილის ტკივილის დროს. ნიორს ანტიბაქტერიული, ანთებისაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებები აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კბილის ტკივილის გამომწვევ მიკრობებს მოკლავს და ტკივილს შეგიმსუბუქებთ. საამისოდ 5 კბილი ნიორი დააკუცმაცეთ და ნახევარ ჩაის კოვს მარილთან და ნახევარ ჩაის კოვს ზეითუნის ან ქოქოსის ზეთთან აურიეთ. ერთგვაროვანი პასტა უნდა მიიღოთ. მტკივნეულ ადგილას წაისვით და 10 წუთი გაიჩერეთ. დიდ ხანს ნუ დაიტოვებთ, რადგან ნიორმა შეიძლება კანი დაგიწვათ. ნიორი როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი. მას ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკური თვისებები აქვს. ის რამდენიმეჯერ უფრო ძლიერიცაა, ვიდრე მაგალითად ტეტრაციკლინი. ბავშვს რა თქმა უნდა ამდენ ნიორს ვერ მისცემთ, მაგრამ შეგიძლიათ ის წვრილად დაჭრათ და ხელით ოდნავ მოსრესილი ტილოზე დადოთ და გადაკეცოთ, ბავშვს ფეხის კულებზე შემოახვიოთ და ასე დააწვინოთ.
ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ ნიორს ბავშვისთვის ასატანად საკმარისად დააკუცმაცებთ და ის წინდება მოცმული და ფეხსაცმლით ასე ივლის. ამ პროცესში ნივრის ნივთიერებები სისხლში უფრო ადვილად გადავა და თავის გზას გაიკვლევს. იზრუნეთ იმაზე, რომ ნიორსა და კანს შორის ქსოვილი იყოს და ნიორი მასზე კარგად იყოს გადანაწილებული, რომ ბავშვს კანი არ დაუწვას. ამის შემდეგ უბრალოდ პროცესს ენდეთ. ორგანიზმი და ნიორი თვითონ ითანამშრომლებენ, საჭირო ადგილს განკურნებენ და ბავშვს შვებას მოუტანენ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.